იტალიური მოგზაურობის ბოლო ეპიზოდი ტოსკანას და ყველაზე ცნობილ ყასაბს, დარიო ჩეკინის ეძღვნება. საუკეთესო ფლორენციული სტეიკის, სანჯიოვეზეს ღვინის და პეკორინოს გასინჯვის კადრებს კი გირჩევთ დანაყრებულებმა უყუროთ. პეკორინოს ყველის გასასინჯად მივდივართ, პიენცას პეკორინოსი, ცხრების ფერმაა და ასევე აქვთ ნაირ-ნაირი პეკორინოები დეგუსტაციისთვის. მონტეპულჩიანოსთან არის, დრო თუ გვექნება მონტეპულჩიანოს შევივლეთ, ძალიან ლამაზი ქალაქია ტოსკანის სამხრეთით, ისე შემაღლებულ გორაზეა და მოიცა, სწორად მივდივარ, კი. ჯერ კიდევ ეტრუსკების დროიდან არსებობს ძველი წელთაღრიცხვით მე-3-მე საუკუნის დროინდელი ნივთები არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი და მერე უკვე რომაელების იმპერიის დროს ისეთი საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი იყო. რენესანსის პერიოდში თვითონ არქიტექტურა გაკეთებული და ძალიან ლამაზია, ულამაზეს, საკმაოდ მდიდარი მხარე იყო მაგ დროს. გავაჩერე, იმიტომ რომ დრონით გადაიღოს, ულამაზესია, ზეთის ხილის რიგები, ვენახები, როგორ ვენახებიც გადაიღოს თან დრონით. აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენი მოგზაურობის დამზღვევია სადაზღვევო კომპანია ბენეფიცი. შემოდგომაზე ფასდაკლება ექნება ავტომობილის დაზღვევაზე და ასევე სამოგზაურო დაზღვევა აქვს ყველაზე დაბალ ტარიფში. მაშ ძალიან კაია ტოსკანა. სხვათა შორის ლანდშაფტით ძალიან გავს საქართველოს კახეთის მხარეს, ცოტა იქით შიდა ქართლის მხარეს. არქიტექტურით არ გავს საქართველოს. მოვედით ქუგუზის ფერმაში და გავსინჯოთ ცხრის ყველი პეკორინო. რამდენიმენაირ პეკორინოს გავსინჯავთ, პიკნიკი გვექნება, ესე კალათს მოგცემეთ, შევაგროვებთ პროდუქტებს და მერე პიკნიკს მოვაწყობთ და გავსინჯავთ მონტეპულჩიანოში. ამ ქუგუზის ოჯახის ისტორია 50 წელზე მეტს ითვლის და ეს ტრადიცია ძველი მეთოდით პეკორინოს დამზადების შენარჩუნებული აქვთ. ამო, მაღაზიაც აქვეა და აქვე არჩევ და მერე რაღაც ფანტასტიურ ხედზე ვждები პიკნიკისთვის. Tutta la giornata fuori, lasci la macchina. No, quella povera no. კალათი მზად არის, ყველთან დაკავშირებით დაგეხმარებითა, მაგრამ თქვენ თვითონ არჩიეთ რასთან გესიამოვნებათ ეს ყველი, ასე რომ No, feel free. No worries. მოდი აბალაშა, ეხა დავიწყოთ. კამში ჭური. მე მგონი ეს გვინდა. რამე ხახვის ჩემი ხო არ გინდა. გინდა? ლეღვის მინდა ზუსტად ვიცი. მე მგონი თაფლიც უნდა ავიღოთ ერთი აქეთ. ეს როსო მონტეპულჩიანო ეს არის. აქაურია და თუ გინდა ეს ავარჩიოთ. ნახე იმის ზეთის ხილის კრემი. ავიღო? მოუხდება, ყველს იქ რო ვჭამეთ. ფრანკოსთან ძალიან გემრიელი არ იყო? კაი, ეს მინდა. თუ მაშრუმის კრემი. კაი, ესეც გავსინჯოთ. მე მგონი გვეყოფ.
ყველა ეს პეკორინო არის პიენცათან, ანუ სხვადასხვა არომატით გვაქვს პეკორინო დი პიენცა. ეხლა ჩვენ უნდა ავარჩიოთ, რომლის გასინჯვა გვინდა. არის რამდენიმე კვირიანი დაძველებით, არის რამდენიმე თვიანი დაძველებით, ცხარე, შავი პილპილით, იმით ნიგზით, ძალიან დიდი არჩევანია ლურჯი, ბრის სტაილ, ბრის სტილში, ტრიუფელით და ასე შემდეგ. ამას ახლა ფოტოს გადავიღებ, მედალაში ავარჩევთ და მე მოვყვები რა მომეწონება გასინჯის. Ciao, buongiorno. Good. კაი, ავარჩიეთ კალათი. ეხლა ეს რა არის? ამოვალაგებ სასაყვარლოა. წყო ხორცეულიც ავიღეთ. ეს არის სალიამი, პროშუტო და რა ქვია მას? ლორის კისერი. ძალიან უხერხული შეკითხვაც დავუსვი მაღაზიაში გამყიდვალ გოგონას. ცხვრის არის მეთქი და არა ჩვენ ცხვარს არ ვჭამთ. ლეღვის ჯემი. მის ზეთისხილის კრემი. დესერტი. მაგრამ ამას ჯერ ჩრდილს ვიდავდებ. და ყველი. პირველი. მეორე, ეს არის ლურჯი ყველი, ეს არის ტრუფელით. ეს არის ყველაზე ხანგრძლივი დაძველებით. ეს არის აქ ნაწარმოები სოსიჯის ძეხვი. ესენც რო აქ დავაწყო ჩემო ლაშა. ძალიან ბევრი ბზიკია და იმედი არ გავსივდები. კაი, დავიწყე. პეკორინოთი უნდა დავიწყო. დავიწყებ საშუალო დაძველებით. ძალიან კაია. იფშხნება პირში და მერე დამაჯდა. იფშხნება პირში და მერე დნება. და ტოვებს აი რაღაც გემრიელ გემოს და არომატს დიდხანს. ძალიან კაია. თაფთან დავცადო. აუ რა არომატული თაფლია. ზღაპრული. გადავედი, არა ბოდიში, ეს იყო საშუალო დაძველებით და ეს არის 8 თვიანი დაძველებით. აი ეს. კიდე უფრო მყარია და ეს უფრო მომეწონა. უფრო არომატული ტიპია. ნახოთ ტრუფელით. ტრუფელს გავსინჯავ ლეღვის ჯემით. საერთოდ ჩემი აზრით ლეღვის ჯემი ძალიან უხდება ყველს. აი ძალიან. ფანტასტიკა. აუ რა კაია. ეს უფრო რბილი ფაქტურა აქვს ამ ტრუფელიანს. არ გავს იმ ორს კლასიკურ.
განგემრიელა. ეს ჭიქები არ ეპატიებად. მონტეპულჩიანოს ღვინო. კაია ხო? თხელია და სუბუქი. საზაფხულო წითელი ღვინო. ცოტა ხილები, ჩირები. გადავედი ლურჯ ყველზე. აი ამას თაფლი ნამდვილად აკვდება. აია. როგორ ხდება თურმე დაძველება? კი არა და ცხვრის ყველი და ეს ლურჯი ამბავი. ისე კლასიკური ბლუ ჩიზი რისგან კეთდება? თხისგან? ჭრილში არ დავსხედით. კადრი ესე უფრო მოეწონა ლაშას. და ცოტა დნება ყველაფერი. სამოთხე. სამოთხე. აზრი არ აქვს, უბრალოდ იმედია იღბლიანი ვიქნები და არ მიკვეს. მოდი ახლა უცებ ხორცებსაც გავსინჯავ. სალამი, რომელიც კაი ხმიანია. კაია. ოღონდ ძალიან სუადაც ხმიანია მართლა. ეს ნახოთ. აი ისეთი დავარგებულ გამომშრალი ძეხვია. ბოლომდე ვერ გავფუძქვენი. აბა ვნახოთ ეს. ცხიმები გადმოდის როგეჭა. აი მონადირული რო ძალიან გააკეთილშობილო. აი მზე ხარისხიანი მონადირული რო ჭამო ეგეთი გემო აქვს. აიო. მერტო რა კაია ცხოვრება. ერთი პროშუტასაც გავსინჯავ და პეკორინოს დეგუსტაციის ნაწილი, პიკნიკის ნაწილი შეგვიძლია დავასრულოთ. ძალიან შესაბამისი ზომა. ეხლა ღამე რო ჭამ იმასთან, ფილმთან, ხან ერთი რო გაკლდება, ხან მეორე. კაია. მაგრამ სქელი ტიპია.
ხლად არის დაჭრილი თუ ყარია. მე ის უფრო მიყვარს, ძალიან ფრიალა როა პროშუტო. ერთი ესეც მინდა გავსინჯო. ეს არის ზეთის ხილის კრემი პასტა. ნუ რაიმე რა ვჭამე არ არის, მაგრამ ყველს ხდება. Cheers. და დადგა ის ნანატრი დღეც, როცა ცნობილი ყასპის დარიო ჩეკინის რესტორნისკენ გავეშურეთ. ოფიჩინა დელა ბისტეკა, რომელიც ქართულად სტეიკის სახელოსნოს ნიშნავს, დღეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ხორცის რესტორანია მსოფლიოში, სადაც სტუმრები არა მხოლოდ ჭამენ, არამედ გამოცდილებას იღებენ. ტოსკანის პატარა სოფელში, პანცანო ინ კიანტიში დღის პირველ საათზე მისულებს გვეგონა დიდ ფესტივალზე მოვხვდით. ათეულობით მანქანა სოფლის ვიწრო ქუჩებში რომარეტევა შემოგარენში მინდვრებზე აყენია. ასეულობით ადამიანი კი დარიო ჩეკინის სანახავად და სტეიკის ზეიმში მონაწილეობის მისაღებად საყასბოს წინ იყრის თავს. შესასვლელში ყველას უსხამენ კიანტის. და ეხლა ვთხოვ, იქნებ მეც მივახციე. May I? Grazie. Grazie. ძალიან არომატულია. არ არის ძალიან მშრალი. აი ტიპია. აუ რა მოიყიდა. როგორია? არა მშრალი არის, მაგრამ ძალიან მშრალი. აი ალუბლის და ალუბლისკენ მიდის კიანტი. რისი თქმა მინდოდა, იცი? დარიო განსაკუთრებით ხაზს უსვამს იმ ყველაფერს, რომ ზოგადად მერვე თაობით ხოა ყასაბი, მაგრამ ძალიან უყვარდა ცხოველები ბავშვობიდან და ვეტერინარობა უნდოდა, ცოტა ჩაიწია, ხო, ვეტერინარობა უნდოდა, მაგრამ სამწუხაროდ მამამისი ავად გახდა სწავლის პერიოდში, როცა ისწავლობდა და მოუწია დაბრუნება. განსაკუთრებით სენსიტიურია მისთვის ცხოველის დაკვლის საკითხი და ამიტომ ტკივილის გარეშე კლავენ აუცილებლად, ეგ აუცილებელი ნაწილია და ფილოსოფია მისი პროფესიის და რაც თქვი დასაწყისში ეპიზოდის, ის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ის თulis, რომ არც ერთი ნაწილი საქონლის არ უნდა გადაიყაროს და პატივისცემით უნდა მიუდგეთ. ამიტომ ყველა ნაწილს იყენებს კერძებში. La Caritas avete ripreso? Che un po' di disponibilità c'è. სასაული ხდება საყასბოს შესასვლელში, ყველა ხელსაერთმევს, ყველა ფოტოს იღებს და არის უშველებელი რიგი. ეხლა ველოდებით ერიკას, რომ დაგვეხმაროს ცოტა თარგმანში, თარჯიმნობის ამბავში და მერე უკვე იწყება ლანჩი, სადაც ერთიანი მაგი დაიშლება. იქ არის პატარა სტარტერივით და აქ შეიძლება უკვე ხორცის შეკვეთა, ან ყიდვა. მაგრამ პირდაპირ ყიდვა არ ხერხდება, როგორც წესი, ჯერ შეკვეთაა საჭირო. I want to ask him how does it feel making so alive this town and keeping this tradition after 8th generation, and how does he manages to talk to anyone, to take pictures and so on. Noi siamo in un piccolo villaggio, Panzano in Chianti, nel cuore della Toscana, un paradiso. Yes, E questa è la mia vita, non è solo il mio lavoro.
ma è l'energia che la comunità mi dà per continuare la tradizione della mia famiglia. Sono solo 50 anni e 4 mesi che faccio questo lavoro da solo. Grazie. Thank you so much. My great honor for me. For me it's great honor. Thank The Georgia is a wonderful land. The I'm wonderful glad people. The originally for wine. Yes. This is in the village is wine. Everywhere, yeah. Grazie. I won't make him stand anymore. Thank you. Viva Georgia! Viva Georgia and Viva Italy. Thank you so much. ევროკავშირის რეგულაციებით 2001 წელს აიკრძალა ძროხის ხორცის იმ ნაწილისგან სტეიკის გაკეთება ფლორენციულ სტეიკს რაც ჭირდება T-bone თუ სწორად ვიცი რომელიც ძვლის ტვინთან არის ახლოს რეგულაციების გამო პროტესტის ნიშნად დარიო მოაწყო დიდი გასვენება პერფორმანსი და სტეიკი გაასვენა. არის კიდეც კადრები, არ ვიცი თუ YouTube არ დაგუბლოკავს, შეიძლება მაგის ჩასმა. ნუ თავისთავად შემდეგ უკვე Chef's Table-ში Netflix-ის სერიალში ცალკე სერია დაეთმო დარიუსის ტანსაცმელი რაც აცვია. არ გეგონოთ რომ დღეს რამე ხდება და იმიტომ აცვია, სულ ამ ფორმაშია. Siete pronti? Sì! Siete pronti? Sì! Buongiorno a tutti e benvenuti alla macelleria Cecchini! E soprattutto buon appetito! Il ristorante è aperto! Carne die! Carne die! Carne die! Buon appetito a tutti, benvenuti a tavola! A tavola! კიდე რას ამბობს ხოლმე იცი შექსპირის მიხედვით to eat or not to eat that is the question და ძალიან უყვარს დანტეს ღვთაებრივი კომედია სრული საგიჟეთია. ყველა ქვეყნის სოფლიოს ყველა ქვეყნიდან დარიოს თაყვანისმცემლები არიან შეკრებილები, არიან აღფრთოვანებულები იმით, რომ საერთოდ აქ მოხვდნენ და ყველაფერს უღებენ ვიდეოს. მედალაშიც ეგრევე. ხოდა რო ვისხამდი მეც საჭესთან ვარ მეთქი და ერთ-ერთი სტუმარი მეუბნება იტალიელებიო ამბობენ, რომ 3 უნდა დალიო მაინცო. რო ტარება დაიწყო მინიმუმ. მაგრამ 3 საათს დავლევ, 1 ჭიქას დავლევ. მეორეს 2 საათი მაქვს ამის შემდეგ. ყველაზე პრივილეგირებულ ადგილზე ვხედავთ მედალაშა. ხო, ეს ტოსკანური ღვინოა, კიანტი კლასიკო, რომელიც სანჯიოვეზეს ჯიშისგან ყენდება, სულ ბევრნაირი ღვინო ყენდება ამ ჯიშისგან, მაგრამ ეს არის ყველაზე პოპულარული, როგორც ვიცი. აქ რომ მოვდიოდით, სულ ვენახები იყო და ასევე ისეთი მოხნული მიწა, რომელსაც ამზადებენ ხორბლის დასათესად. ძროხის ტარტარი.
შენ? ძალიან კაია. ძალიან უმია. არ ვიცი მე მაინც ვერ მივეჭვი ამ პარტარის ამბავს. This is the salt, but it's called perfumed Chianti. So it's salt with the smells of the region, Okay. with the nostalgia. It says on the Thank you. ეს არის მარილი, რომელსაც ქვია კიანტის პარფიუმი, ანუ აქაური რეგიონის სურნელით არის გაჯერებული და შეძავებული. ფონდარის სუნი იქნება. ნახოთ. ხანდება. ძალიან სუსხვა. ეს პირდებოდა. მიდილა შეხა შენ ჯამე. Number 4. ძროხა ხო დაყოფილი ძროხის ნაჭრები ნომრებად. ტარტარი იყო ნომერი 5, ეს არის ნომერი 4 ძროხისთვის. ეს არის ხორცის მოყვარულების 64 ნახე. სასწაული გემო, ნაცნარი ხორცის გემოიგრძნობა, არაფერი არ ჭირდება, იმიტომაც არ აქვს ალბათ არანაირი გარნირების სოუსები, ზღაპრულია. რომე? არა, მოვიდა ახალი. ლობიო ემაში, ზეითუნის სეტში არის ეს. Shall I start? You're staying in this village or where? No. We are staying near Pienza. Yes. And you? It's called Tenuta. მოკლედ, აქ ადამიანები ძალიან ბევრს შორმანძილს გამოდიან იმისთვის, რომ აქ მოხვდნენ. მოიცა ლობიო გავშინდო. ძალიან კაია ლობიო. ძალიან ზეითუნის ზეთში ლობიო. ოღონდ ზეთი ძალიან ბევრი აქვს და უგემრიელესია. რაც მარტივი, იმდენად კარგი პროდუქტია თქობა ტოსკანაში. გემოები მარტივია რა, კერძებით. მაგ ამ ლობიოს არაფერი არ უნდა მეტი. აი, სიგინშია შემთხვევაში. Oh my god, I love the beans. It's amazing. The Yes. olive oil is so good. Yes. Thank you. ნომერი 3 რუკაზე ნახოთ. 9 საათი მზადდება. Beef belly. ძროხის მუცელი. რომელიც ისეთია. ხიმიანია, ქონიანი ნაწილიც მოყვება, ლაშას კიდე უფრო ისეთ შეხვდა. ნივაში რო ხაშლამა სარცვლია, კახეთში ეგაბავია. ანუ ტოსკანაში ასე ამბობენ, რომ ძროხის მუცელსო ფიატშიც კი არ გაცვლის კაცი. დარიო უნდა წავყანოთ ხაშლამა გავასინდოთ. Okay. Beef belly. ნახე როგორ ვიდა.
9 მზადდება. მართლა ხაშლა მასავეჭა. ურბილესია. კანკაია. ონცხიმიანი ნაჭერი, ვისაც არ უარს ფონი. ამას ვერ შეჭამდა. მაგრამ აქ ყველაფერი უნდა გაცინო. This is number 16. 16. Thank you. It's shiny pepper. Grazie. Numeri. Etruscan cut. ბეჭივით არის? Etruscan cut. Etrusკიული ამონაჭარი, ბეჭია რა. ეტრუსკებს უყვარდათ ალბათ. საინტერესო რა არის, აქ არავინ ითხოვს well-dance. ისეთი ხალხია, ვინც სტეიკის გემოიცის. Okay, let's go. ესეც ძალიან კარგია. ყველა ნაჭერი არის რაღაცნაირად ბილით. ხორცისკენ მოიგებება. მე მგონი არის ჩვენთან ხორცისკენ მოაჭროს რა. მარტო ის არ არის, რომ სტეიკის გაკეთება არ ვიცი. და ძალიან საინტერესოა. სტუმრებს შორის გვერდით ვინც გვისხედან. ყველა მიცის საქართველოზე. პატარა ქვეყნის შვილის კომპლექსი. გარიომაც ხო იცოდა. გარიომაც იცოდა, გარიომო იცოდა. ღვინის ამასმა თქვენო საუკეთესო ჭველი გაგყოლა. ნაყოფი ლაშას გვერდით სადავრები არიან. არ მითხავს, მაგრამ ნაყოფი არ მეტი და არა ნაყოფი, მაგრამ გამიგია რომ საუკეთესო ჭველი თქვენ გაგყოლა. ხო და ჩემს მარცხნივ ხედან ისრაელიდან უკვე ჩვენი ახალი მეგობრები ძალიან კარგი ხალხი და თან ჩვენზე მეტი იციან დარიოს შესახებ და ესეთ გზა და გზა რაღაცებს მაწევენ ინფორმაციას. აი ეხლა შემოცუნა ჭამას. ეს for you. Ana, amor. Oh God. With your hands. Thank you. ხელითო განსაკუთრებული ნაჭერი მოუტანეს ლაშას. Dade. Sigrid. Oh. Buon appetito. Grazie. Es გადამიღე. Convivio. Salute. Salute.
გაიწვება ზუსტად ის ფლორენციული სტეიკი, რომლის აკრძალვის გამოც დარიო მოაწყო გასვენების პერფორმანსი, სტეიკის გასვენების. მაგრამ საბედნიეროდ ამ სტეიკს დღეს ჩვენ გავსინჯოთ. Questa è sempre la base. ის წვილი, ვინც ფლაშას გვერდით ხედან და საქართველოს შესახებ იცოდნენ და ძალიან კარგი გასტრონომიური არიან პუერტო-რიკოდან. ზოგადად აქ ისეთი ხალხია შეკრებილი, ვინც იცის ღვინის, სასმლის და საჭმლის გემო, მართლა. თითოეული უკმით იღებენ სიამოვნებას და ტკბებიან და ეს ერთიანი სუფრა და იტალიური ყაყარიც აუცილებელი შემადგენელი ნაწილია. ნახე რას წერს დარიო, follow my journey from north to cape. გამოვყევით ჩემს მოგზაურობაში ცხვირიდან ქუდამდე. განაკარგისკენ. Panzanezze. ეს სტეიკ არის ეს. მე-11, მოიცა ვეძებ მე-11 ჭერს. ძროხის კუდუსუნია. ოკეი. ვეღარ ჭამ და მერიდება და ტოვება და ვუთხარ რომ აღარ დამიდოთ მეთქი ლაშას დაუდეს და ფრეიქიდან გადმოვიღებ. მე არ გიქითხა შეგიძლია თვალა ორივე ჭამს. შენ ახლა ორივეს შეჭამ და სიურპრიზებს ვიკეთებ გადაღებისთვის. ხაი. გავსინჯოთ ძროხის კუდუსული უდიდესი ნაჭერი იყო, რომელიც შუაზე ჯერ შებრაწეს ყველა მხრიდან, მერე შუაზე გაჭრეს და ეს გაჭრილი კიდევ შებრაწეს. ლაშამ რა იკადრა, მაგას აღარ მოყვები. რა იკადრა და ფიატში გასაცვლელი ნაჭერი რო დამიტოვე, ქონებიაო. მე ვიყავი ეგ, გურმანად რომ მოგაქვს თავი. ძალიან კონი დავტოვე. ანი ვიქცეს, დაგიდეს, საუკეთესო ეს. მათი ვიცეს ძლიერი. წინა ნაჭრები მერჩივია. ჩემთვის ეს არის ოდნა უფრო ისეთი არის მაგარი ხორცი. იმდენ არა 80% ეს პრომოიძურნება და იმიტომ რომ უფრო ველდანია. ხო, მე არ მიყვარს ველდან სტეიქს არ ვაღიარებ. და ნუ რა ვიცი, ყველაზე ნაკლებად მომეწონა. ალბათ პირველ რიგში ეს რომ მეჭამა ძალიან მომეწონა. მაგრამ ახლა არა, ესეც მედიუმია ბევრისთვის, მაგრამ ხო. მარილი ხენი? Lavoro neutrale, infatti io sto aspetto di fiorentino. Questa non scorgo che altro filetto, fiorentina a due parti, struttura di da tarmo che moda ხო, მაგრამ აი მე მიყვარს პირშიროდნება. la parte bassa, cosa მოგვიძლო სტრუქტურაც არის რა no, ეს შეიძლება რა quello con grasso esterno.
საერთოდ თვანური მარილი გამახსენდა ამაზე, იმიტომ არა რომ გემოთი და არომატით გავს. უბრალოდ ზუსტად ესეა მარილი შეზავებული იტალიური არომატებით და სულით. ძალიან მაგარი გვაქვს არომატი. და მოიტანეს კარაქი, კიანტის კარაქი. მოჩვენებ. აქაური კარაქია. ასევე შეზავებული როზმარინით, ღვინით და კიდევ რამდენიმე ინგრედიენტით. Okay, so we have the potatoes. Start it with lard, okay? So the best way to eat is to cut the potato in the middle, spread the lard inside. You close inside this, wait some seconds, then the lard melts, then you eat. Okay. ეს არის კარტოფილი. ცხელია, ესე შეფუთული. ამაში უნდა წავუსვათ კარაქი. რამდენიმე წუთი დაველოდოთ, დავყუროთ და მერე ხორცს მივაყოლოთ. You have. Okay. რა მინდა ვაჩვენო. გადაწოდე. Sadna. In the night. ალბათ ყველას და გაინტერესებთ. ხასი აქ ლანჩის და ლახშმის არის ფიქსირებული 50 евро კაცზე. რაც წარმოუდგენელია. იმიტომ რომ დაახლოებით კილონახევარი ხორცი უკვე ჭარბობს. ძროხის ქელი. ეს არის იტალიური ძროხის ქელეხი. ტიპიკური. ჩემს სოფელში ხოვლეში ბორის დაკვარო იყო. ეგეთი ამბავი იყო. ცოტა უფრო სხვანაირი, მაგრამ შემოხვედი კაცი. ამას ამოვჭი. ბავშვებს რო ტრაცზე ყვავილებს აძლევ, იცი ეგეც დადება. ძროხის ქელეხი იტალიაში. ამ 50 ევროში, გარდა იმისა, რომ შედის წარმოუდგენლად კარგი ძროხის ხორცი და წარმოუდგენლად გემრიელი სტეიკი, ნაირ-ნაირი ძროხის სხვადასხვა ნაჭრის განათებს. შედის ფანტასტიკური ღვინო. აი მორენცი. Oh my god. Ormotsuca მეტი არის უდები. და რაფერი. კადრში. ანუ ლაშა აღმოჩნდა ის პრივილეგირებული, ვინც თიბოურიც მიიღო და წინა ბეჭის ნაწილიც. თან გააფრთხილეს გოგოებმა ხელით უნდა ჭამა. აჰა, ჩვენ ამას იმსახურებ. რომ გადაღების დროს უფრო ფუნქცია გაკისრია. საუკეთესო ნატრები ამოვირჩიეს. Thank you. Florenzიული სტეიკი. მერტო. სადوار. ეს კარტოფილი გონდა გამოჭრა. Ну, а ты сделаешь, да, что-то
ეს ნაჭერი ბოლო უნდა ყოფილიყო ნამდვილად. Სწაულია. ზღაპრულია. კარტოფილი და კარაქი ისე უხდება. აი მოდი აი ამით. იტალიის და არა მარტო იტალიის საუკეთესო ყასაბთან ჭამა დასრულებულია საუკეთესო ფლორენციული სტეიკის ჯერ გამოვაკიდე არიცი სალუტო One more. Thank you. Zeimi, საყოველთაო zeimi. ჩვენი ამ გადასარევი მოგზაურობის პარტნიორი და მხარდამჭერია სადაზღვევო კომპანია Benefits, რომელსაც ყველაზე დაბალი ტარიფი აქვს სამოგზაურო დაზღვევაზე და ასევე ფასდაკლება აქვს შემოდგომაზე ავტომობილის დაზღვევაზე. დავით. ტოსკანის ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქია, რომელიც განსაკუთრებული არქიტექტურითაც არის გამორჩეული გარდა მისი ადგილმდებარეობისა. აქ დაიბადა პაპი პიუს მეორე და ძალიან უნდოდა ამ პაპს მისი მშობლიური ქალაქი ყოფილიყო განსაკუთრებული. ამიტომ არქიტექტორს, რომლის სახელია ბერნარდო როსელინო, შეუყვეთა ქალაქის დაგეგმარება და ის შენობები, რომელიც დღეს არის და იუნესკოს მემკვიდრეობის სიაშია შესული. მადლობა. სიაშია შესული. განსაკუთრებით ჰარმონიულია ეს შენობები და სიმეტრიული და გამორჩეულია მოკლედ არქიტექტურით. გარდა იმისა, რომ პეკორინოს სამშობლოა, პეკორინო დი პიენცა და პეკორინო ძალიან გემრიელია აქ და თითქმის ყველა კერძშია ჩატენილი, მაგრამ მე არ ვარ ამის წინააღმდეგი. ესაც ჩვენი ძალიან ჯადოსნური ტოსკანის ეპიზოდის დასასრული. შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, რომ ჩვენი მოგზაურობის დამზღვევია Benefits, სადაზღვევო კომპანია, ყველაზე დაბალი ტარიფი აქვს სამოგზაურო დაზღვევაზე და შემოდგომაზე ავტომობილის დაზღვევაზეც გთავაზობთ ფასდაკლებას. დიდი მადლობა მათ. სავარაუდოდ შეკითხვები წამოვა და აქვე ვიტყვი, რომ ფასებს რაც შეეხება დაახლოებით როგორ თქვა, ძალიან ძვირი ფასები არ არის, აი დაუშვათ მილანთან, რომთან და იტალიის სხვა დიდ ქალაქებთან შედარებით ბევრად იაფია, როგორც სასტუმროები და სახლები, ასევე რესტორნები, თუმცა ტრანსპორტით ძალიან რთულია იმ რეგიონებში და ადგილებში მოგზაურობა, სადაც მე და ლაშა მივმოგზაურეთ, შარშანაც გვინდოდა ფრანკო პეპესთან წასვლა, მაგრამ არ გამოვიდა ტრანსპორტით, ამიტომ მანქანის ქირავა დაგჭირდებათ.
ძალიან გავს ლანდშაფტი საქართველოს, მაგრამ ბევრად უფრო მოვლილია, ბევრად უფრო ლამაზია, არქიტექტურაც ბევრად უფრო ლამაზია ჩვენ და სამწუხაროდ. ძალიან კინოებში როგორიც არის, რაღაც ცოტა ისეთი ხოა ტოსკანა, გაჯადოსნურებული, გაზღაპრულებული. არ გამიცრუა იმედები, გამიმართლა იმედები, მართლა ეგეთია და ძალიან კარგი იყო მოკლედ.